გალაქტიკებზე დაკვირვებისას ჩვენი ფარული მასების პრობლემას ვეჯახებით. დათვლები აჩვენებს, რომ გალაქტიკების ხილული მატერიის მასა არასაკმარისია. იმისთვის, რომ მათ მყარ სხეულოვანი ბრუნვა გააჩნდეს. ასევე დგება დამატებითი მასების პრობლემა, კლასტერების მიერ გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამოვლენისას, რადგან ისევ და ისევ გალაქტიკათა ხილული მატერიის მასა არასაკმარისია მსგავსი მასშტაბური ლინზირებისთვის. სწორედ აქ იბადება ბნელი მატერიის არსებობის საჭიროება, რომელიც გალაქტიკებს შესძენდა დამატებით მასას, რომ ისე მოქცეულიყვნენ, როგორც რეალურად იქცევიან. დღეს ჩვენი წარმოდგენებით სამყაროს 30.1% ბნელი მატერიისგან, ხოლო 69.4% ბნელი ენერგიისგან შედგება, ხოლო ხილული მატერია, გალაქტიკები, პლანეტები ჩვენ სულ 0.5%-ია. ფარული მასების პრობლემა არ ახალია. ის შორეული 1933 წლიდან მოდის. შვეიცარიელ ამერიკელი ასტრონომი ფრიც ზვიკი აკვირდებოდა ვარსკვლავებს კომა გალაქტიკურ კლასტერში. გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავების მასა სულ რაღაც 1% იყო იმ მასისა, რომელიც კლასტერს ჭირდებოდა ფორმირების შესანარჩუნებლად. ამ სურათის განმარტება დიდხანს ვერ ხერხდებოდა, სანამ 1970 წელს ამერიკელმა ასტრონომებმა ვერა რუბინმა და W. კენტმა სხვა გალაქტიკაზე დაკვირვებით არ დაადგინეს, რომ გალაქტიკების მასის მხოლოდ 10% წარმოადგენს ხილულ მატერიას. სწორედ იმ დამატებით მასას, რომელიც ამ გალაქტიკების კლასტერების ფორმის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი, ეწოდა ბნელი მატერია. კვლევისას 100 მილიონზე მეტ გალაქტიკას დააკვირდნენ. იქ, სადაც ყველაზე მეტი სივრცული დეფორმაცია არის, ყველაზე მეტია ბნელი მატერიის კონცენტრაცია. დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ის არ შეესაბამება არც ერთ არსებულ თეორიას, მათ შორის ფარდობითობის თეორიასაც. ფარდობითობის თეორიის გათვალისწინებით მაქს პლანკის უნივერსიტეტში შექმნილმა სიმულაციებმა რამდენიმე პროცენტიანი ცდომილება აჩვენა ახლად მიღებულ რუკასთან. წესით მატერია სამყაროში უფრო მეტად დაყოფილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გალაქტიკებზე დაკვირვებამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ მატერია მოსალოდნელზე უფრო თანაბრადაა გადანაწილებული სამყაროში, რაც საფრთხეს უქმნის ყველა იმ თეორიას, რომელზეც დღევანდელი ფიზიკა დგას. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.